8 წლიანი წინამძღოლობის შემდეგ ბენედიქტე მე-16-მ თანამდებობა დატოვა. მისი განცხადება მთელი მსოფლიოს კათოლიკე მრევლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პაპის გადადგომის მიზეზად მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. 85 წლის პაპის განცხადებით მას ვატიკანისა და კათოლიკური სამყაროს მართვისთვის ძალა აღარ შესწევს. რომის პაპის გადაწყვეტილებას კანონიერს უწოდებს რაბათის წმინდა სავარდის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლი. დედა მარია გრაცია მიიჩნევს, რომ პაპმა თავმდაბლობა გამოიჩინა და უმაღლეს თანამდებობაზე უარი თქვა. 8 წლის განმავლობაში პაპი იყო ჩვენი მასწავლებელი, წყემსი. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკლესიის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ დროს დავინახეთ მისი თავმდაბლობა და გულმოწყალება. მან ეს ადგილი სხვას დაუთმო. ახალი პაპის არჩევნებამდე ჩვენ ყოველდღიურად სულიწმინდის ლოცვას ვლოცულობთ. ბენედიქტე მე-16 ერისკაცობაში იოზეფ რაცინგერი პაპად 2005 წლის აპრილში იოანე პავლე მეორის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს. კარდინალთა კოლეგიამ იოზეფი კათოლიკური სამყაროს წინამძღოლად დაასახელა. რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პაპის გადაწყვეტილებას მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები აფასებენ. არლის წმინდა იოსების სახელობის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი მამა მიხაილ სურმავა ბენედიქტე მე-16-ს პირადად ორჯერ შეხვდა. ამბობს, რომ პაპის ნაბიჯი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს მისი კანონიერი უფლებაა და ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილებას როგორც სულიერო მოღვაწე პატივს ცემს. ხშირი არ არის ეს ფაქტი ისტორიაში და ეს იმიტომ რომ იყო ასეთი რეზონანსი და აჟიოტაჟიც კი. ბენედიქტ მე-16 გააკეთა სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ესე იგი ზრუნავს ესე მისი თავმდაბლობა, ზრუნავს იმისთვის რომ ეკლესია განვითარდეს უფრო ახალი ძალებით და მიენდო კარდინალებს და ეპისკოპოსს, რათა ამოერჩიონ ახალი რომის პაპი თავისი ახალი სულიერი ძალით. რომის პაპის მსგავსი ქმედება თანამედროვე ისტორიაში პირველია. ამ დრომდე ახალი პაპის არჩევა მხოლოდ მისი წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ ხდებოდა. უკანასკნელად მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული 500 წლის წინ იქნა, როცა 1415 წელს პაპი გრეგორი მე-12 გადადგა. ბენედიქტე მე-16-ს მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 11 თებერვალს გახდა. მესხი კათოლიკეები ამბობენ, რომ ეს ფაქტი მათთვისაც მოულოდნელი იყო. მათი განმარტებით პაპი ქართველ მორწმუნეებს არ ივიწყებდა. სწორედ მის შესახვედრად 2 წლის წინ საქართველოდან 40 ახალგაზრდა გაემგზავრა. ჩვენთვის კონკრეტულად ქართული კათოლიკური ეკლესიისთვის ბევრი რამე აქვს გაკეთებული. ყველა დღესასწაული უშუალოდ წერილობით აქვს მოლოცილი. თუნდაც ის რომ ავიღოთ 2008 წლის ომის დროს დიდი დახმარება გამოიჩინა ვატიკანმა და ბევრი ჰუმანიტარული ტვირთი გამოვიდა საქართველოში. რომის პაპი თავისი მოვალეობის აღსრულებას 28 თებერვლის 17 საათამდე შეასრულებს. 27-ში კი ის წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო აუდიენციას მოაწყობს. განსაზღვრულ დროში ახალი პაპის არჩევისთვის მზადება დაიწყება. მას შემდეგ, რაც წმინდა პეტრეს ტაძრიდან მრევლი თეთრ კვამს შენიშნავს, ყველასთვის ცნობილი გახდება, რომ კარდინალთა კონკლავმა ახალი რომის პაპი აერჩია. კათოლიკური სამყაროს ახალ მეთაურს ვატიკანი თვენახევრის შემდეგ აირჩევს.